დავუბრუნდეთ საქართველოს თბილისის პროკურატურა სტუდენტურ კონკურსს აცხადებს, რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს, მე რომ ნაფიცი მსაჯული ვიყო და როგორ ვებრძოლოთ არასრულწლოვანთა დანაშაულს. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს 3 თემის დამუშავებას თავაზობენ. რის მიხედვით გამოავლენენ საუკეთესოს და რა ჯილდოს მიიღებს ის, ნინო ბიბლიანიკი ამბობთ. საინტერესო თემებია მოსწავლეებისთვის. პირველი გახლავთ თემა რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს, რატომ ვირჩევთ ნაფიცსაჯულთა სასამართლოს, რაც არის ძალიან აქტუალური, ვინაიდან ჩატარდა პირველი რამდენიმე ნაფიცსაჯულთა სასამართლო ისტორიულ სასამართლო პროცესებით საქართველოში და თბილისში. ის, ვინც ამ თემებს წარმატებით დაამუშავებს, საშუალება ექნება სპეციალური სწავლება გაიაროს. თემის კარგად დამუშავების შემდეგ ტრეინინგს კონკურსში მონაწილე სტუდენტებს და საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროკურორები ჩაუტარებენ. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები კი ფასიან საჩუქრებს მიიღებენ. პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინიციატივის გაღვივებას, ასე ვთქვათ, მსჯელობას იმ ახალცვლილებებზე და იმ ახალ პოლიტიკაზე, რომელიც არის სისხლის სამართლის მარცხაჯულებაში ჩვენ ქვეყანაში და აუცილებლად ეს პროექტი შეუწყობს ხელს ჩვენი სკოლებთან დაახლოებას, ჩვენ გაგებას იმისა, რას ფიქრობს სკოლის მოსწავლე, როგორ უნდა წარიმართოს ახალგაზრდებში ზოგადად ჩვენი პოლიტიკა და როგორ უნდა გქონდეს მათთან ეფექტური კომუნიკაცია. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკვე მიმდინარეობს ელექტრონულად. ერთი დღე პროკურორთან ეს არის პროგრამა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო მთავარ პროკურატურასთან ერთად ახორციელებს. იურიდიული ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ ერთი დღე პროკურორებთან ერთად გაატარონ, გაეცნონ უწყების მუშაობას და დაესწრონ სასამართლო პროცესებსაც. ერთ-ერთი სტუდენტი, გიორგი ჟორჟოლიანი, მომაგრებულია ჩემთან, რომელიც დღის განმავლობაში ჩემთან ერთად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში. Ფიქრობთ, რომ ეს პრაქტიკული გამოცდილება ნამდვილად დაეხმარებათ არასრულწლოვან თვითონ სტუდენტებს მომავალი საქმიანობის შერჩევაში. მნიშვნელოვანია და ძალიან სასიამოვნოა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება იურისტები ვართ, ჩვენთვის სხვა არ მოვიდა დრო ავიწყოთ ჩვენ სპეციალობა და სავარაუდოდ ძალიან დიდი გამოცდილება იქნება, ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს ეს პროექტი ამ გადაწყვეტილების მიღებაში. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებით სტუდენტები და საჯარო სკოლის მოსწავლეები პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ, რომელიც მათ მომავალში წარმატებულ და კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოაყალიბებს.